ესაა მე-16 კვირა ჩემი 6 თვიანი ტრანსფორმაციიდან და მომდევნო 2 კვირა ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება ამ ტრანსფორმაციის გზაზე. რადგან მივფრინავ ანტარქტიდისკენ. Twemzadebit ანტარქტიდისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად დიდი ხნით შეიძლება ნაცნობი წესი და რუტინა. არ იქნება არც ივიკო, არც ფიზკულტურა და დილით რომ გავიღვიძებ ზუსტად არ მეცოდინება მაცივარში რა დამხდება. ბოლო პერიოდში რუტინა ისედაც ამერია, სხვადასხვა გამოწვევების გამო. სტაბილურობის განცდა არ მაქვს, თუმცა მთავარი მაინც ჩვევებია, რომელიც ასე თუ ისე გამომიმუშავე და ჩემი თავის იმედი მაინც მაქვს. სინამდვილეში ყველაფერი რომ ადაპტაციაზე და ჩვევაზეა ყინულის აბაზანის ერთკვირიანი ჩელენჯითაც დამტკიცდა. სადაც პირველ დღეს ჩემს სხეულს არაფრით არ უნდა შეგუება სიცივის დისკომფორტთან. მეშვიდე დღეს კი ბევრად უფრო ადაპტური და მობილიზებული ვიყავი და twinსაც გაქცევა ნაკლებად მინდოდა. ჯანსაღი ჩვევის ჩამოყალიბებაზეც იგივეა. ჩემო სხეულმა ბოლო 4 თვის მანძილზე დაამოღამა უკეთესი ჩვევები, რაც მაფიქრებინებს რომ საკუთარ თავს უნდა ვენდო. ანტარქტიდის გზაზე მე და სოსოს უმეტესი დროის გატარება გემზე მოგვიწევს, სადაც ჯერ არ ვიცი რა გამოწვევები გვექნება. პრობლემებს ექნეს ეს კაცი რა. თუმცა კარგია ისაა რომ ამ ტრანსფორმაციულ თავგადასავალს ახალი მხარდაჭერი ყავს მიწისთხილის კარაქის სნექის სახით. ჩემსა და მანქიკაგოს შორის ის რა განსხვავებაა? მანქიკაგო ბანანს სნექის გარეშე ჭამს. რომელსაც აქვს როგორც უდიდესი ხილები, ასევე მიკრო 50 გრამიანი შეფუთვები, რაც იდეალურად შეიძლება გამომადგეს მოგზაურობის დროს. ეს არის მიწისთხილის კარაქის ხემსი, რომელიც თან გემრიელია და თან ჯანსაღი. შეიცავს ცხიმის და ცილის იმ საჭირო მარაგებს, რაც ჩემი მიზნებთან თანხვედრაში იქნება. მოკლედ, მომდევნო 2 კვირა იქნება პირველი რეალური ტესტი იმის თუ რამდენად შევძლებ ჩემ რუტინაში ვარჯიშს და ჯანსაღი ცხოვრების ინტეგრაციას. ასე რომ ნახოთ, შემდეგი ტრანსფორმაციული განახლება აუცილებლად ანტარქტიდიდან იქნება და იმედია გამოწვევების მიუხედავად უკეთესი ფორმით დავბრუნდები.